გამარჯობა, მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი სტუდიის პროექტი სამბლოკიანი იქნება, ძალიან საინტერესო სტუმრები გვეყოლება სამივე ბლოკში. პირველი ბლოკი მიეძღვნება ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს და მასში გამარჯვებოდა ესე ვთქვათ სპეციალური პრიზის ავტორს ბატონ გივი სიხარულიძეს. მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი იქნება ბატონი გია თორთვაძე. იგი ისაუბრებს ესე ვთქვათ სპეციალური მუხლების დამატებაზე. მესამე ბლოკში პეტრე მამრაძე იქნება ჩვენი სტუმარი. პრინციპში მე მგონი მთლიანად ხელსურა შევგრათ ბატონ გივი არ შემეძლია რა თქვა დღეს უნდა ესე ვთქვათ სტუმრად უნდა წავსულიყავი გინდა იჭერეთ გინდა რა და ახალაია სამსახურში ქალბატონი სალომე მახარაძე მომიწვია მასთან რომ გამერკვია რომელი მუხლით რამდენი პოტენციური დამნაშავე უნდა განთავისუფლებულიყო და რაღაცა მანქანებით რესპუბლიკურ საავადმყოფოსა შევხვდი ბატონ რეზო შავიშვილს და გინდა იჭერეთ გინდა რა ბატონ რეზოს ნახავე საათი მესაუბრებდა თქვენზე და თქვენს პოეზიაზე მის მეგობრებთან ერთად დავტოვე ბატონი რეზო და მოვედი აგერ რომ ვესაუბრა ეს თათა საინტერესო არის აი ეს მათასაოცრება არის თქვენი ფენომენი მსახიობი რეჟისორი ძალიან საინტერესო ესეების ავტორი წერალი პოეტი აი რაც ყველაზე მთავარი არის აი ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი ბრძანდებით და მე მათთან გამახსენდა რეზოს ნათქვამი რომ იყო წლებიო როდესაც ქართული რაღაც დარბაისური და არისტოკრატული მიხვრამოხლის ადამიანისა და ქართული რაიმის ეტალონი იყო ბატონი გივი სიხარულიძეო საოცრებაა რომ თქვენი ნიჭისა და თქვენი გაქანების სხვადასხვა წახნაგებით წარმოუდგებით ქართველობას აი ახლა ხანს ოქტომბრის ბოლოს იყო საერთაშორისო ფესტივალი ბათუმში და აი ლაურეატი გახდით მე შევეცდები მაყურებელი დავარწმუნო რომ ეს თქვენი ძიარ სტიპკა და ეს ძალიან საინტერესო მეორე ქუჩის დედოფალი ეს აი საინტერესო საავტორო მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ჩანაფიქრი არის და საავტორო ფილმების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუში არის შევეცდებით ეს ფილმი გიჩვენო და ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის დღეს ქართული კინო მე ამას სცენაზე უყურებდი ეს ტოპალერის გადაცემა იყო ტოპალერის იქ იყო მესე რუსი მსახიობის ქალიშვილთან იყო საუბარი წოლადეს მეუღლესთან კაზაკოვასთან და მანანა კაზაკოვაა თორავსკაია და იქ გულისკევილით ეს ტოპალერი რა შვება ქართული კინო ანაგაზოში თქვა აიო მოძრაობს მე მათთან მიხარია რომ მე მესე რა ქვია ფრანგული მეგონი 100 ფილმი იყო წარმოდგენილი. 100 ფილმი მარტო ფრანგული იყო 55 ფილმი წარმოდგენილი 22 ფილმი. საავტორო ფილმების. მეგონი კორტის ფილმიც იყო იქ რა. კუტოვის. აი არსებობს რა ქართული ფილმი. რაც არ უნდა დაუშვათ გულისკევილით ისაუბრო რომ ქართული ფილმი გარდაიცვალა არ გარდაცვლილა. მოდით ესე ვთქვათ არ გარდაცვლილა და თუნდაც ის რომ 55 ფილმი იყო 22 ქვეყნიდან წარმოდგენილი და თუნდაც ის რომ აი თქვენ სპეციალური პრიზი მიიღეთ მიანიშნებს რომ ქართული ფილმი ცოცხლობს არსებობს ამაზე ვისაუბრო და მოდით თქვენის ნებართვით ჩვენ ჩავთვალოთ ფილმი ჩვენოთ მაყურებელს როგორი განწყობით აღიქვა პროფესიონალურმა ჟიურიმ ეს თქვენი ფილმი და ვისაუბროთ რა მდგომარეობაა ქართულ ფილმში მოდით ჩავთვალოთ ფილმი ძალიან გთხოვთ და უყუროთ აი ამას
გამება.